მშვიდობის ეს რო არ გადამოღო არ შემეძლო ამას შეხედეთ მეგობრებო ტუიაზე არის ასული გლიცენია იმ სიმაღლეზე ისეთი ლამაზია სინამდვილეში რომ დაინახოთ რა ვიცი ნახეთ არ ვიცი კარგად ჩანს თუ არა ულამაზესი თან და რა სურნელი იქნება იქ ახლოს წავედი გავიქეცი ახლა მოგვიანდება მოგესალმებით მეგობრებო ახლა მოვედი მაღაზიიდან პური ამოვიტანე და ლავაში ესე იგი დაკვირვებული ვარ რამდენიც ეს ხვდებიან რომ ვიდეოს ვიცე ახლა ეს გაზონებში მოვკრიფე ბავშვობიდან მიყვარს ეს ყვავილები წამით ვითომ რა გინდათ აბა რა გინდათ ხო გაჭამე და ამ ყვავილებს ყოველთვის გაზონებში ვწყვიტავდი ხოლმე ბავშვობიდან მოკლედ ახლა დავაბინავებ ამას ой კი ამ დავამტკი მოკლედ რა ხდება ჩვენთან კუთხესაც გავიხდიეთ ხოლმე წყალი დავაწყო რა ხდება ამ კატებს ვერ მასჩენი რა მოკლედ ეს არ ყოფნის ასე პატარა და ძალიან ესე ამოდის მაღლა მე ცოტა ხნით დავტყავი გაიხადე რა მაგი გაიხადე უკან მოკლედ მეგობრებო ვარ ბიულეტინზე იმიტომ რომ რაღაცა სერიოზული ეს გაციება და რაღაცა ეს არა ეს არის რა ეს ყოველთვის ყველას რაღაცა ემართება ესეთი რაღაცა მე კარგხანია რავი რაც ვარსებობ კი ცხოვრობ ვარსებობ არ მახსოვს ესეთი პრობლემა ფეხი მტკივა თლიანად აი თლიანი ერთი ფეხი მტკივა პერიოდულად რაღაცა ისე არა რომ ხა ფეხს ვაბიჯებ ჩვეულებრივად რაღაცა მაგრამ აი არ ჩერდება ტკივილი რა ყრუთ მაინც ყოველთვის მტკივა აი სულ აბა გადიეხლა აქედან შქარა დაიგმან ცოტა ხანდახან წავიკოჭრებ ხოლმე რატო გავედი ბიულეტინზე განაეხა რა ფეხზეც დადგები ადამიანი მაგრამ იგივე დატვირთვა ანუ 7 საათი ფეხზე რო დგეხარ ერთი პერიოდი მახსოვს უფლებასაც არ ხვეწლებდნენ დაждომის ანუ რაღაც არ ვიცი სხვა ჩვენ ქსელური მასში არის ესეთი ჩვეულებრივად ზიან და ჩვენთან არა არც გამოდის მეგობრებო რომც მოინდობო არ გამოდის იმიტომ რომ იმხელა ისეთი ჯართი დგას ეს სალარო ქვია თუ რაღაცა ნიკოლოზის დროინდელი რომ დაждე ვერ მიწუტები რა ესე ну მოკლედ არ გამოდის სხვანაირად ან უნდა რაღაც მაღალზე იჯდე და იბზრიალოზე მოკლედ ესეთი ამბები ლავაში და ეს მომიტანე ხო და ამიტომ ახლა გამოკვლევით მე რომ გამოვიკვლიო ეს ამბავი არ ვიცი სულ ცოტა ალბათ ორი ხელფასი მაინც დაჯდება გამოკვლევა და ასე რომ ჩემი ექიმის ასე ვთქვათ ზეპირ იმას დავეყრდენი რა რომ ეს არის უფრო წელის ის გადასცემსო ფეხსო მე ჩემი ვერსია მაქვს რომ დატვირთვა ანუ ეს არის რაღაცა ნერვული დაბოლოებები იმიტომ რომ რაღაც მომენტებში აი ხო გაგიგიათ რომ იკვანძებაო თუ რაღაცა ეს რო იტყვის რა ადამიანი ფეხი გაეკვანძაო რა
ნუ რაღაც საშინელი ის მაქვს რაღაც მომენტში ეს იმაში რაღაც ესე მოიკუმჭება და ვერ იმაშვები რა აი ძალიან მოკლედ მიხვდით ხო რას ვლაპარაკობ ხო და მოკლედ მე თუ არ ვიფიქრე საკუთარ თავზე არავის არ ადარდებ არავის არ აინტერესებ ყველა თავის თავზე ფიქრობს ყველა და შემიძლია თამამად თქვა თავის თავზეც არ ფიქრობს ბევრი მართლა ზოგიერთებს ვატყობ რომ მონებად არიან მართლა ქცეული და იმდენად დაავიწყდათ საკუთარი ცხოვრება რომ კი არ მუშაობენ იმისთვის რომ იცხოვრონ არამედ ცხოვრობენ იმისთვის რომ იმუშაონ რა მოკლედ ესეთი ამბები ხო დღეს კიდე ჩვენ მარკეტში მომივიდა ჩხუბი იმ გამყიდველთან რომელიც არის ძალიან უტაქტო ძალიან უზრდელი გაჭირვებულს ხალხში დაეწიაო ხო გაგიგია აი არ ვიცი რა თა ყველა მეუბნება ეხლა ხასიათზე არ იქნება ახლა ხო წარმოგიდგენიათ რამდენი ადამიანი ხასიათზე არ იქნება იმდენი თან ვის დაბალი ყუბე უნდა ნახონ როგორც წესი დაბალი ყუბეს ეხლა რატო ვიძახი საკუთარ თავზე სულაც არა ვარ ეხლა მაგისტრის დაბალი ყუბე მაგრამ მან ისეთი კონტინგენტი დადის რომ იმათ ვერ უბედავს და ამან ჩათვალა რომ ეხლა მე ისეთი იზავარ მე გამიბედავს თან ქალს უფრო ბევრს უბედავს საერთოდ ადამიანი ვიდრე კაცს იმიტომ რომ ასე თუ ისე მაინც რიდის კაცის სოსო სადაც ხოდა ესე ხოდა ესე ვეუბნებოას რომ ხათ მე მაქვს შესაძლებელი დასაბანი მოკლედ მოსაწესრიგებელი ვარ შაბათს ვარ იქიმთან დაბარებული და ესე ვართ რა ხო და რაზე მომივიდა ეხლა ეს ჩხუბი ხა ამ იმასთან რა ქვია გამყიდველთან წარმოვიდგინეთ ანუ უკვე რამდენი ხანია წელიწადზე მეტი თუ ვიცი ხო რაღაც ესე დაახლოებით წელიწადზე მეტი არა რა წელიწადზე მეტი უფრო მეტი ალბათ 2 წელი დაახლოებით თუ მოკლედ როგორც არის ვიღებ ანუ მისიად და ხელფასზე ვაძლევ ყოფილა შემთხვევა რომ თქვა ხელფასიდან რაღაცა იქიდან ხარჯები და რაღაცა კუდი დამიტოვებია და მე თავისთავად გამისწორებია და არასდროს არ ყოფილა მაგაზე საუბარი პრეტენზია და რაღაცა მოკლედ ხო და ეხლა რატო გახდა ეს ასეთი პრობლემა მართლა გითხრათ ვერ გეტყვით რა და რა ვიღე ხა დღეს ჩავედი იმის მეთქი სოსოს აუღო ისა ქათმის ფილე იმიტომ რომ არ ჭამს ბევრ ამას არ ჭამს თან პრინციპულად და თან ისეთი ნებისყოფა აი ბევრ შეგშურდებად პურს საერთოდ არ ჭამს ახლა ფილე მაინც შეჭამოს თუ რომ ცილები მიიღოს მოკლედ ცდილობ რომ რაღაცა ახლა ისეთი გაძვირებულია ყველაფერი მეგობრებო აი ერთ პამიდორში რომ 3 ლარამდე გადაიხდი ხო წარმოგიდგენიათ და კიდე იქ გეცოდინებათ ბაზრობაზე რა ეს იაფათ რო ყიდიან იმას ავოკადოს დამპალი როა ზოგი ნახევარ დამპალი ну იქ შედარებით ცოტა რაღაცა ისეთი ამოვარჩიე ცოტა მკვახია დავდე ვამწიფებ მოკლედ ლიმონი რაღაცა ну რაც ხო და ესე აი ესე მოკლედ და ესე მე ჩხუბა დღეს რა ისე ბევრს იღებ ხო ანუ დამითვალა რა მithulis ანუ მე და ჩემაშვება რა უნდა ვჭამოთ როდის უნდა ვჭამოთ დამითვალა რა ესე კულტურულად რო ვთქვათ რა აი რა ახლა ცოტა ისეთი ნახე მე ამაგის საქმეა მე რას ავიღებ ხო ჩემი გადასახდელია მაინც მოკლედ არ ვიცი ხო და ძალიან
გავბრაზდი, რა თქმა უნდა. ძალიან გავბრაზდი. ეს ბერძნული იოგურტები იმაში ნიკორაშიც ფასდაკლებაშია სამლარად და მოკლედ 0%-იანი სოსის ამბულტები ეს მანამდე კიდე მეგობრებო ხელფასი აი ხელფასიც არ ქვია ეს არის დაცინვა მართლა სული ამ სიტყვის უშუალოდ თან თავიდან რომ ვიწყებდი აქ მუშაობას ანუ მეთქი იქიდან გამომდინარე რომ სადაც მე ვმუშაობდი ანუ იქ მეტი დატვირთვა მქონდა და იმაზე ნაკლები გამომდიოდა თვის მანძილზე მე ხო გახსოვთ ადრე მოყოლილი მაქვს რომ ჯერ თავიდან მარტო ვმუშაობდი და მე ხო ჩამისვეს გოგო და ის იმ გოგოს მე მოუნდა უფრო მეტი დღე და ანუ ფაქტიურად გამოვიდა ისე რომ თვეში გამომდიოდა ძალიან ცოტა ძალიან ცოტა გამომდიოდა და რო შევადარე ახლა ამ სამსახურის და იმის ხელფასი აი არაფერი დიდი სხვაობა არ იყო და ანუ იმ დატვირთვას ისე მეთქი მე რა ვიცოდი კიდე უარესი რო იქნებოდა ფეხსოდ გომა მომიწევდა მოკლედ მაგიტო წამოვედი იქიდან უფრო მიზეზი ეს იყო თორე იქ უფროსთან რაღაცა პატარა ის რო იყო ინციდენტი და რაღაცა მაგას კიდე როგორღაც გადავიტანდი იმიტომ რომ მე ხა ჩემი დაინტერესება ის არის რომ საქმთან ახლოს და თან კიდე ყოველდღიური შემოსავალი მქონდა და ასე თუ ისე რაღაცა ძირითადად ადამიანი მუშაობს იმისთვის აიღო ანაზღაურება და იცხოვრო ხო როგორმე თავი გაიტანო ხო და მოკლედ ახლა ამ ხელფასზე ხო დავთანხმდი და რაღაც დავინტერესდი იქ ხო სამსახურში მერჩენი თუ რაღაცა ქვია მოკლედ ისინი რომ მოდიან ამ პროფესიას აწყობენ თაროებზე დავინტერესდი მეთქი როგორი ხელფასია თქო 1300 ლარიო ხელფასია მეთქი აი რამდენი ობიექტი დავინტერესდი რა ახლა რამდენი ობიექტი არის ახლა რასაც უყურებდი არაფერი თური არ არის და უბრალოდ უნდა დახვიდე ერთი მაღაზია მეორეში მესამეში და იმ პროდუქციას ავაგებ რა და რაღაც საათები და ხო შეიძლება და მე ღებულობ ასეთ ანაზღაურებას ანუ თითქოს აი როგორი შევიკლება იცი რაღაც თავისუფალი გრაფიკი ახლა ერთ ადგილზე დგომას არ ჯობია ადამიანმა იარომა იმ სიარულს შეიძლება სადღაცას ჩამოждე კიდევაც არავინ არ დაგიწყებს გაკონტროლებას თვითონ ხო და მოკლედ ფიქრობდი სოსემაც მითხრა იქნებ მანდ იმას დაიწყო მუშაობა იმიტომ რომ არ ყოფნის ხო და ის ხელფასი აი რა სასაცილო ანუ დაცინვა ხელფასი რაც მაგ ისიც რომ სულად არ ჩაგერიცხება თან იმის გათვალისწინებით რომ მე წინათოში მქონდა შვებულების ცალკე უნდა დამრიცხო და ცოტა მეტი რაღაცა ცოტა და პლუს კიდე ის სამუშაო დღეები არასამუშაო დღეები ოფიციალური არასამუშაო დღეებზე მაგაზეც კიდე დანამატია რომ ხელფას ნახევარი დღის ხელფას ნახევარი გეკუთვნის მეგობრებო ხელფასზე ნაკლები ჩამერიცხა ძალიან გავბრაზდი ხა თქვენ ჩემ ადგილზე გაბრაზდებოდით იმიტომ რომ აი ყველაფერს ვაკეთებ ვცდილობ მონდომებული ხარ რაღაცა мотивация გეკარგება ყველანაირად გეკარგება ხო და რა ვიცი მოკლედ აი ხა ესე მაგ ფიქრები რომ ღირს თუ არა გაგრძელება ამ სამსახურში და გაჩერება იმიტომ რომ მე ვერაფერს წინ სულაც ვერ ვგრძნობ, ვერ ვხედავ. წინ სულაც კი არა ის რაც გეკუთვნის ისიც რო არ გერიცხება. ამაზეა კიდევ ლაპარაკი მოკლედ. ხო და ესეთი ამბები მაქვს რა. ძალიან მომშვიდე ხა თან ის მინდა ავადავლიო. ჩაი ამოხო, ჩაი, ავიღე მეგობრებო, ცოტა მქოვა ელემენტები. ეს ფილე და ჩემთვის იგავე. რომელიც მინდა რომ დავანებო რამხელა ეკონომიას გავაკეთებ, ხო ასე ახლა. და მაგრამ მე ხასიათი გამიგვიწევს რომ მაგას ნერვიულობ, იმიტომ რომ პირველი თვე ძალიან სულია, პრობლემები ყოლა მაქვს. ხო და ძალიან ისეთი ხდები რა. რა ვიცი, ადრე იყო ყოველთვის ხაშეხა არ ვიცი, რაიცენდა როგორ თავისუფლები მქონდა რომ ამებები პერიოდი
ვერ ხდებოდი სინამდვილეში ვიყავი თუ სიზმარში რაღაცა ესეთი ჰქონდა ეს ეტყობა გამოდიოდა ხოდა ესე ვერ ვიყავი ის კიდე თანის გამახსენდა წინა დღეს მეგობრებო შემომტენა მართლა სულიად ციფროსშუალობით შემომტენა განაარიწოდა ძალიან კარგად იცოდა რას მასწავლებდა გეცოდინებათ მისიაზე რომ ვიღებ ხოლმე ყოფილა ეს გაყინული საქონლის ფორმე რომელსაც ვერ ჭრიან და უბრალოდ რაც მომწევს ხასი ვიღებდი ხოლმე რა ხანდახან უწევდა ზოგს 35 ლარამდე ზოგს ცოტა მეტი ნაგები აი ამ ფარგლებში და ვაკეთებდი ხოლმე წვნიანებს რაღაცებს ხოდა ამას წინათ ანუ ერთი მომცა ამოვიტანე და იყო დაჭრილი გულები იყო თუ რა იყო ვერ გავიგე ანუ არ იყო ხორცი ის იყო შიგნეულობას უფრო გავიგე მოხარშე სუნი სხვანაირი ქონდა და რაღაცა აი ვერ მოვიფიქრე რა უნდა მომემზადებინა მაგით ხო ხორცს რაღაცას მოვიფიქრებ მაინც ან ბორში გააკეთებ ან რა ქვია აკრეტებს გააკეთებ ან რაღაცას გააკეთებ ხორცს გააკეთებ და ამას ვერაფერი ვერ მოუხერხე ერთადერთი რაც მომაფიქრა მეთქი გუდარს გავაკეთებ ხო და ნუ მოკლედ ეს ნუ შეგნებულად ინტერნეტობა ვერ ასახებდა და მომწა თან მერტმა ის ახლა ზედ არ საწერია ვადა აქვს არა აქვს თავი ნუ გეშენდა გაყინულია და ნუ კაი ხო მოხარშავს კარგად და და ესე წარებით ცხოვრობ აი სამოცაფ რაღაცა თუ არ შევცვალე არ გამოვა არაფერი არ გამოვა იმიტომ რომ მართლა არ ვიცი საკუთარ ქვეყანაში ნათხოვარებით რო იცხოვრებ და მე კიდე ისეთ ადამიანებთან გიწევს ანუ ფაქტიურად თავის დახრა და რომელიც შეურაცხყოფასაც გაყენებს და სხვა გზა რო არ აქვს რომ თავი გაიტანო ამის მოთმენა რო გიწევს ნუ იგივე სამსახურში იგივე ის არ არის სიტუაცია ეხლა მოხარებელი ეხლა რამდენიაირია ხო ხდებით და ყველას უნდა გაუძლოთ და ხმა არ ამოიღო დამამცირებელი სამსახურები და დამამცირებელი მაგრამ მე იცით რისი იმედი არ ქვია მაგას მოლოდინი მაქვს რომ კარმის სახით ძალიან ბევრს მოეკითხება ძალიან ბევრს უკვე ეს პერიოდია რომ აი უნდა დაიწყოს მალე ეს ყველაფერი და სულ მომთმელად ველოდები მაგას აიდანაც კაც მომეყვარა მე ნაჭერი მომეცი კარგად გაწურულია ნე ჩვენ უშუალოდ ყოველთვის მოხდა ანუ კაცი დადილი ნობს გუშინწინდელი ბორში სამართო ბორში ანუ ყოველთვის გარეშე ახლა ფილე დავატკი მომხარშავ სოფელ მიექმნებს რა το ხარშავ მოხარშული შევწვა კაი ზეთი ხოთი რო არ მინდოდა ზეთი აბა დავყო აბა როგორ უნდა შევწვა იო აეროგრილი მჭირდება სასწრაფოდ ჩემებს აქვს და არ ხმარობენ უდებთ ისე რომ მათხოვეთ რომ გაიგიჟებენ თავს რას ამბობ არავინ არ გათხოვებს აეროგრილს არ და უდებთ ამწნილებენ აი ესე არც მე და არც სხვა ხო და ახლა არის ზუსტად ის რომ ძალიან მჭირდება ზუსტად ის აეროგრილს რომ ხო მჭირდება ხო და მე ის სასწორი კიდე ჩემს ვანდას აქვს ეს გრამებს რო წონის სასწორი იწყებს და ვერ იწყებს რა ამ იმას დიეტა ქვია თუ რაც ქვია რა მოკლედ წონაში ნაკლება უნდა და
ვუთხარიო, სანამ დაიწყებ მეთქი, გვათხოვეთქო რა, რომ ავწონოთ რა ეს ულუფის ის რამდენი რაღაცა. არაო, რომ ექნება ფული, მე ვიყიდიო და ანუ ვუყიდიო რა სოსოს. მოკლედ, აი ეს დრო გადის, ველოდები ვან და როდის დაიწყებს რომ ანუ დამიმტკიცოს მაინც რატო არ მაძლევს. კარგი, მაგისია გამოიყენე. არა ხო, აი ხო, მართალი ხარ, როგორც უნდა გამოიყენოს, მაგრამ ჩემიანია ვანდა, უცხო ხო არ არის. ხო შეუძლია გათხოვოს მაინც, ხო? მე მაგალითად მე სხვა ადამიანი, სხვანაირი ადამიანია. მე რომ ვთხოვოს და მე არ მჭირდებოდეს იმ მომენტში, ხო? რატომაც არ ვათხოვებ. მოკლედ. ესეთი ამბები. ხო და ვაი, ნახე როგორ მოვიდა ეს ცხიმი, ხედავ? ერთი წალი. ეთქობა ის კონდა რაღაცა კონდი პატარა, ხო აქვს ხოლმე ეს ფილეს. ხო და ესეთი ამბები, მეგობრებო. ხო. შენ დაბადების დღემდე რამდენი დარჩა? 10 დღე. დღეს რა რიცხვია? 25? ნახო. ხუთია. და ეს თვე რამდენით არის? ეს თვე არის 30. ხო, რა 10 დღე დარჩა. შედაბადების დღემდე. 10 დღეში სოსო გახდება 15 წლის. ხო, უკვე დიდი ბიჭია. ხო და ავედი ხო ფიქრებში ავედი. მოკლედ მეგობრებო. დავიდე. დასაკეთე. მეთქე ეს ცოტა კარგი დავწერა. რაიცა ნევა ის არის ახლა. რაღაცას მივეცდევ, მეც იზოლებით დიეტაზე ვარ, იმიტომ რომ ამას რომ რატო შენ გაიგეთ თუ გინდა რა? კი, როგორ არა? ანუ მე როგორ უნდა გავიკეთო, როცა მთელი ფული მიდის იმეებში. რაც ადრე ასე თუ ისე რა ჭირდება? არა, ნახე, საღამოში ვარ გეჭამა, ხო და ჩვეულებრივად რასაც ვაკეთებ. ერთი წუთი. ხო. ზეთი რა არ დახარჯო, არაფერი ყიდვა არ დაგჭირდება. ნუ ახლა ზეთი საჭიროა ცოტა დოზით. ერთი ტაფა უნდა იყიდო და ისეთი ხოდეს. ოღონ ნორმალური. ტაფაც უნდა ვიყიდო. და ეს ხო მეტი არ არის ტაფა? ხო და ესენი არ დაგჭირდება მაგის მე იყიდო. აი ეს. ანუ იმას რო არ იკრავს რა, რომ ცხიმს რო არ ხარ. ანუ ყველაფერი ნორმალურად რაც ჭამ შეუძლია შეჭამოთ, მაგრამ მაგის ტაფის ყიდვას ის ანუ აეროგრილი მაგიტო ახსენე რომ გაიკვირა. ეს არ არის აეროგრილი. რატო არა? ცხება. არა ის ყველაფერს ის აეროგრილი. ხო ვერ ყველაფერს მართლა არ არის. აი არ მინდა ეს მე თვითონ საერთოდ რომ მომდა თქვენ მაინც იცით ჩემი ხასიათი რომ ტყავიდან გამომძვრები რაღაცას მაინც მოვხერხებ რაღაცას გავაკეთებ იაფიან მაინც ვიყიდიდი რაღაცას მაგრამ არ ვიცი არ დამჭირვებია და არც მქონია იმის სურვილი ახლა აეროგრილი იგივე ახლა ორთქლზეც შემიძლია მე რაღაცა გავაკეთო ჩემი მოფიქრებით ხო აი წყალი დაადგა იქ საცერი ზემოდან და იმაში ჩადო რაღაცა თუ გინდა ორთქლზე გააკეთო ასეთ გადაგა ხო ნუ რა ვიცი ახლა კარგი მეგობრებო თან ტემპერატურას ვერ დააყენებ და ისე რა მინდა ტემპერატურა თავია მეცნობა მზად არის და всё ტემპერატურა მე დრო დაგჭირდება და დენსახარ კარგი მეგობრებო დროებით გამშვიდობებით რატომაც გული მიჩნობს რომ ახალ ხშირად მოვაყოლე და ნასემ გული რა ვქნახ კარგი თამა გაკვეთით ნახვამდი იცაი